ელემენტთან ერთად ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია დარტყმა და მსხრევა გამძლეობა. ამიტომ შეგვიძლია unboxing-ი ესე დავიწყოთ. მონაცემები ძალიან მომხიბვლელია ამ საფასო კატეგორიისთვის, თუმცა ამაზე განხილვის ვიდეოში მოგიყვებით. მანამდე კი ერთად ვნახოთ როგორია რეალურად ეს smartphone. Smartphone არის წარმოდგენილი სამფერში: ცისფერი, ნაცისფერი და შავი. ჩვენ დღეს წარმოდგენილი გვაქვს ცისფერი smartphone. კორპუსი არის პლასმასის, თუმცა ჩარჩოები გამოიყურება მეტალივით. ძალიან მომწონს, რომ უკანა მხარის ტექსტურა არ იტყობს თითის ანაბეჭდებს. ქვედა მხარეს კი გვაქვს ორადგილიანი სიმბარათის სლოტი, Type-C შესაერთებელი და დინამიკი. მარჯვენა მხარეს ჩართვის ღილაკი და მასშივე ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სენსორი. რაც ბევრთვის ძალიან კომფორტულია, რადგან ჯიბიდან ამოღებისას ბუნებრივად თითი უკვე სენსორზეა. რაც შეეხება ზედა მხარეს, გვხვდება ხმის ღილაკები, მარცხენა მხარეს კი ჭკვიანი ღილაკი, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. ნახოთ რა არის კიდევ კომპლექტში. 45 ვატიანი დამტენი, USB კაბელი და გამჭვირვალე кейსი. კომპლექტაციით Honor-ი ყოველთვის გვაკმაყოფილებს მომხმარებელს. ტელეფონი არის ძალიან მსუბუქი, მიუხედავად უზარმაზარი 7000 მAh-იანი ელემენტისა და 6.77 ინჩიანი AMOLED ეკრანისა. ამის გათვალისწინებით იწონის მხოლოდ 188 გრამს და არის 7.5 მმ სისქის. ეკრანი არის ბრტყელი და დამცავიც უპრობლემოდ უკეთდება. ეს არის და ეს. მე კი უკვე სრულ განხილვაში შევხვდებით.